ლექსი თუ ცოცხლობ და მინდა რომ თქვენც გიწილოდოთ თითო ლუყმა როგორც სეფისხვერი. გამარჯობა სპეციალურ ტელემაყურებლებო. ეს გახლავთ გადაცემა ლექსო არ დაიკარგები. მე მისი ავტორი და წამყვანი ლეილა არჩიმაშვილი გახლავართ. ძალიან ძვირფასი სტუმრები ყავს დღეს სტუდიაში. ჩვენი პანკისის ხეობის წარმომადგენელი ღირსეული ქისტი ქალბატონი საქართველოს და პანკისის ხეობის და მთლიანი საქართველოს საამაყო ქალბატონი მეკა ხანგუშვილი. დღეს ჩვენთან სტუმრად გახლავთ პანკისის ნიჭიერი შვილი, პანკისის ხეობის 30 წლის ახალგაზრდა გახლავთ კანი მარგოშვილი. დღეს პირველად არის იგი სატელევიზიო ეთერით თქვენ წინაშე პირველად იქნება. მოისმენთ მის საუცხო ულამაზეს უმშვენიერეს ლექსებს და მოხარული ვარ რომ კიდევ გაიცნობთ კიდევ ერთ კარგ და ძვირფას ახალგაზრდას პანკისის ხეობის შვილს, მთელი საქართველოს ხეობის შვილს. მე გავეცანი, მე ვიცნობ მის პოეზიას და გაცვიფრებული ვარ. ისე უყვართ ქართული მიწა, ქართული ცა, საქართველო, როგორ ამაყობს კანი, რომ ის საქართველოს შვილია. ძალიან ბევრი ყავს პანკისის ხეობას ნიჭიერი ადამიანები. ჩვენ პერიოდულად თანდათან მათ გაგაცნობთ მათ პოეზიას. ესენი გახლავან მაჰმად ჯოყოლა გაულგაშვილი, სულეიმან გუმაშვილი, მეჰმად ნაციშვილი, დავით პანკელი, მზია გუმაშვილი, ნუგზარ მარგოშვილი, გურამ ხანგოშვილი, მაია მარგოშვილი, ნესტან მუთოშვილი, ეგა ქავთარაშვილი, მარიამ დუიშვილი და ბატონი კანეი მარგოშვილი აგერ დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და ქალბატონო და თქვენი მოგზანება ამ ძვირფას და ლამაზ სტუდიაში, ქართული ტელეს ეთერში და ფეხბედნიერი იყოს. კანე, შენთვის შენობით მოგმართავ არაჩვეულებრივი ადამიანო, ფეხბედნიერი იყოს ეს, ამის შემდეგ სულ წარმატებები. თუმცა კანე მარგოშვილს წარმატებები არ აკლია. მოკლედ გეტყვით, რომ ბათუმში ლიტერატურული ჟურნალი გამოდის და ამ ჟურნალში დაიბეჭდა კანე მარგოშვილის ლექსები. პეტერბურგში რუსული ჟურნალი გამოვიდა და მისი ერთ-ერთი ლექსი რუსულად თარგმნილი პეტერბურგში დაიბეჭდა ჟურნალში. ფესტივალების მონაწილე გახლავთ, პოეზიის საღამოების მონაწილე გახლავთ იგი და ქსნის ხეობაში ქსანთან ახალ ქალაქის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების მონაწილე. შემდეგ ვისაუბროთ იმაზეც გათხრების შესახებ შტაბ-ეცდილებებზე, კანეი თქვენს შტაბ-ეცდილებებზე. ასე რომ სიტყვას ჯერ გადავცემთ ქალბატონ მეკა ხანგოშვილს და შემდეგ ჩვენს ახალგაზრდა ნიჭიერ კანეი მარგოშვილს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადავხადო ქალბატონ ლეილა არჩიმაშვილს, ამ თემის ლაღდა ამაყ შვილს. ამ შესაძლებლობისთვის ქისტები ჩვენ არ ვართ განებივრებული, რომ ჩვენი კულტურა იქნება თუ ისტორია იქნება, რომ ესე ფართოდ იყოს საზოგადოებისთვის გაცნობილი და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა იმისათვის, რომ ცდილობთ ჩვენი შესაძლებლობები დანარჩენ საქართველოს და საზოგადოებას გააცნოთ. ეს ჩვენთვის ჩვენი ეთნოსის უაღრესად მნიშვნელოვანია და გეცვიხრით თქვენს წინაშე, რომ გვაქვს ეს ამის შესაძლებლობა. რაც შეეხება ქის პოეტებს, როდესაც წიგნზე მუშაობდი, აღმოვაჩინე პირველი ქისტი პოეტი, არავინ არ იცოდა ამ პიროვნების შესახებ, კი როგორ პიროვნების შესახებ ბევრმა იცოდა, მაგრამ ის როგორც პოეტი, ასე არავინ არ იცოდა, რომ ეს კაცი დიდი პოეტიც ყოფილა, გარდა იმისა, რომ სხვა ძალიან ბევრი პროფესიები ჰქონდა. ერთი სიტყვით გამოვიდა 12-მდე პოეტი, შევაგროვე მათი ბიოგრაფიები, მათი ლექსები და ამ თავს პირობითად ქისტი პოეტები პოეზიის ქართველებთან ესე დავარქვი.
და რაც შეეხება ამ პირველ პოეტს აღმოჩნდა რომ ჯერ კიდევ 1940-იან წლებში პანკისელი ქისტი პანკისპუდრი ბატონი მაჰმად გაურგაშვილი რომელიც ხმარობდა სპეროზას და ჯოყოლას ფსევდონიმებსაც იბეჭდებოდა გაზეთ ყვარელში მისი ლექსები გვაქვს კიდეც ამ შესაძლებლობა რომ დავწუნდეთ გვაქვს გაზეთიდან ამოჭრილი მისი ლექსები რომელიც იმ პერიოდში წარმოიქმნა 1940-იან წლებში იბეჭდებოდა და მშვენიერი პოეზია ჰქონია ამ კაცს და ერთ-ერთ თავის ლექსში კიდეც წერს რომ თოდესმე პოეტად მომახსენებენ რომ ეს იქნება მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და მადლობა უფალს რომ დღეს რა თქმა უნდა ის არის ცოცხლებს შორის თუმცა ალბათ თუ რაიმე არსებობს იქაური ბედნიერი იქნება რომ დარჩენილი პოეზია მისი უფროსი ვაჟიშვილი რომელიც გროზნოში მოღვაწეობდა კვირია გაურგაშვილი მას წაიღო მისი ის იყო მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი არა მხოლოდ პოეტი ასევე ხატავდა ასევე ფრინალი ბომდანშენი გახდა თავისი ნამდვილი პროფესიით და კიდევ ბევრი სხვა წლების განმავლობაში პარიზში ცხოვრობდა და ბევრი სხვა პროფესია გამოიცვალა ამ პიროვნებამ და მისმა ვაჟიშვილმა გადაწყვიტა რომ წიგნად გამოეცა მისი ჩანახატებიც ჰქონდა ბევრი მოთხრობები ჰქონდა ავტობიოგრაფიული რომანიც ჰქონდა და წაიღო ჩეჩნეთში და დაიწყო ჩეჩნეთის ომი და მისი მთელი შემოქმედება ფერფლად იქცა და წარმოიდგინეთ რომ უფლის საიდუმლო რამხელა რომ მან გადაწყვიტა რომ დარჩენოდა ბატონი მაჰმად გაურგაშვილი ისტორიას როგორც პოეტიც და მის ყვარლის ბინაში შემორჩა რამოდენიმე მისი ლექსი და ერთი ავტობიოგრაფიული პატარა მოთხრობაც რომელმაც ის როგორც მადლობა უფალს როგორც პოეტი წარმოაჩინა საზოგადოების წინაშე გარდა ამისა მოაღრესად დიდი შვილი ყავდა პანკის ხეობას ბომბერაზიშვილი შემიძლია თამამად თქვა ეს გახლავთ პირველი ორენოვანი პოეტი სულეიმან გუმაშვილი რომლისთვისაც ორივე ენა ჩეჩნურიც და ქართულიც გახდათ მშობლიური და ორივე ენაზე თანაბარი ოსტატობით წერდა ლექსებს და გამოცემულიც არის ჩეჩნურ ენაზეც მისი პოეზია და საბედნიეროდ ქართულ ენაზეც რამოდენიმე წიგნი აქვს გამოცემული გარდა იმისა რომ გახდათ შესანიშნავი პედაგოგი შესანიშნავი პიროვნება უდიდესი პატრიოტი თავისი ორივე სამშობლოსი უაღრესად განათლებული პიროვნება გამოცემული აქვს რამოდენიმე კრებული პარალელურად იყო როგორც საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ასევე ჩეჩნეთის მწერალთა კავშირის წევრიც და დაგვიტოვა ძალიან დიდი შემოქმედება და რაც ჩემთვის ყველაზე სასიხარულოა მან გაბრიელ ჯაბუშანური თარგმნა ჩეჩნურ ენაზე სამწუხაროდ დღემდე არ არის აი მატერიალური სიდოხჭირის გამო ის გამოცემული თუმცა ვიცი რომ მისი ვაჟიშვილი აპირებს ამის გამოცემას და დარწმუნებული ვარ რომ ეს იხილავს დღის სინათლეს მე ძალიან მინდა ერთი ლექსი წავიკითხო სულეიმან გუმაშვილის და შემდგომ უკვე მივიცეთ კანე ეს საშუალება რომ მან თავისი პოეზია მართლაც პოეზია გაგვაცნოს ძალიან ბევრი პატრიოტული ლექსი აქვს ამ წიგნში კიდე ერთი თავიც არის საქართველოს ქისტი პოეტების შემოქმედებაში და თითქმის ყველა პოეტს საქართველოსადმი მიძღვნილი არაერთი ლექსი აქვს და მე უფრო ამ კუთხით წამოვიღე დღეს ლექსები რომელიც მინდა რომ ჩვენს მაყურებელს და ჩვენს ძვირფას საზოგადოებას გავაცნო საქართველო რომ არ მაღელვებდეს ვით სწოროპოვარ მეფე დავითსა მისი ავკარგი არ მაწუხებდეს ვით სულხან საბას ერის მამასა დედა სამშობლო ჩემად არ მაჩნდეს როგორც ილიას თერგდალეულსა ზურგი გამისკდეს დედამიწისა სხვამ პირი მყიდოს მაშინ წეულსა მამული ჩემი აღარ მიყვარდეს ვითარც ვიძინა ჩოლოყაშვილსა მისი სვებედი არ მაღონებდეს გულის ტკივილი პატარა კახისა ქართული ლექსი აღარ მომწონდეს რაც უთქვამ სტატო ბარათაშვილსა მაშინ რა დავარ ქვეყნად ცოცხალი ხატი გამიწყდეს თისდაბარისა სამშობლოს ნახვა აღარ მეღირსოს ვით დაბერებულ გურამიშვილსა მისი ბუნება არ მახარებდეს ვით ფშაველა ლუკა რაზეკაშვილსა ქართველთმეობა თან არ ამდევდეს როგორც ფარხმალი მძლეწინაპრისა მაშინ გამაგდეთ დამკალით სადმე დამაგდეთ სვავთა ყორან საჯიჯღნად ქვეყნის სახელი თან არ დამქონდეს ვით წიგნი შოთა როსტაველისა
მისინიავი არ მაცოცხლებდეს ვით ფხიას და ათუშ წემს თავერისას ქართული ენა არ მადარდებდეს ვით პოეტ მუხრან მაჭავარიანს აშინ ფესტივალ მე აღარ მეთქმის და ჩემი ყოფნაც დასანანია საოცრება ეხლა კი ისევ მინდა დაუბრუნდეთ ჩვენი სტუდიის სტუმარს კანეი მარგოშვილს ამ ახალგაზრდა პოეტს ფესტივალის სიამაყეს ძალიან მიხარია რომ კანეი როგორც ძალიან კულტურული ზრდილობიანი და კარგი ახალგაზრდა იმ ხეობისა საამაყოშვილი ასევე ძალიან კარგი პოეტი მარასდეს მავიწყდება ეთერთა რაიც დამირან არაბულის მიერ იცით თქვენ ხართ ერთ-ერთი ამ მონაწილე როცა იმართება ეს ხალხური პოეზიის საღამოები მან ერთხელ კონდერ საძილობა ყოველთვის გვაქვს ქრისტიანი მივადარიან და ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ კი ხუხარეთ კი ნამდვილად აი დარბაზისგან ძალიან დიდი ოვაციები და უაღრესად ვიყავენ და აი განსაკუთრებით მახსოვს როდესაც კანეიმ წაიკითხა თავისი ლექსები ერთი ქალბატონის სცენაზე ავიდა ლამის და ისე კოცნიდა კანეის რომ ეს არის ეს სიყვარულია ყველაზე დიდი სიმდიდრე ადამიანისთვის და კანესნაირი ახალგაზრდებისთვის და კარგად მახსოვს ტარიელმა ჩვენ როცა უკვე საღამო დამთავრდა და გარეთ გამოვედით ტარიელ ხარხელაურმა ასეთი რაღაცა უთხრა კანეის შვილო დარჩი ისეთი როგორიც ხარ არავის უსმინო მხოლოდ შენს გულს უსმინე და რასაც გული და კონება გიკარნახებს ისწერე და რა თქმა უნდა კანი აგრძელებს ამ გზას და მოусმინოთ მოგესალმებით მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებსაც მივესალმებით ასევე საქართველოს ყველა მსმენელი იქნებათ მაყურებელი დიდი მადლობელი ვარ დღეს აქ მოწვევისთვის მიხარია რომ თქვენთან ვარ და მეძლევა შესაძლებლობა თუნდაც პოეზიაზე ვისაუბროთ მე ვფიქრობ რომ ჩემს პოეზიის მხრივ განვითარებაში უდიდესი როლი შეიტანა ხასო ხანგოშვილმა ტარიელ ხალხელაურმა ამ ბუმბერაზმა ადამიანებმა რომლებმაც გზა გაყვალეს ესე რომ ვთქვათ ჩემი წარმატებისკენ ბევრი რჩევა მახსოვს ბევრი დარიგება მახსოვს მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ მე ვარ ძველი ყაიდის ახალი შთამომავალი და ყოველთვის მიხარია ხოლმე რომ მსგავს ადამიანებთან როცა ეს თუნდაც პოეზია რომ ან პოეზიის გარეშეც რომ ასეთ დიდებულ ადამიანებთან რომ მოგიწია შენი ის ძვირფასი ახალგაზრდა გაზრდობის წლების გამოვლა ეს უკვე იმდენად დიდი რაღაცა ბედნიერების მომტანია ჩემთვის პირადად მე როგორც საქართველოს შვილი ძალიან ესე ან მარტო პოეზია არის ჩემთვის პირადად ის სულის ნაწილი რომელიც მართლა მხოლოდ ჩემი შინაგანი სამყაროს ასახვის გადატანის შესაძლებლობას მაძლევს და ისე ვერავინ ვერ იგებს იმას რაც შენ გინდა რომ გამოიტანო მიაწოდო იმიტომ რომ ეს ზოგადად პოეზია ჩემთვის არის სულის კალანთან ერთად გაშიშვლება ცნობების გადატანა და ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ მე ორი ქვეყნის ბზა ვარ და ამავდროულად ორ ქვეყანას შორის ვცდილობ რომ იყო გადადებული გზა სიყვარულის გზა ბევრი წელი გამოვიარე პოეზიასთან ერთად საქართველოს თუ რამ ხელაზე მიყვარს ამაზე სიტყვები მხოლოდ ვამბობ ხოლმე ყოველთვის რომ არა მაგრამ იმიტომ რომ ეს პატრიოტიზმი შენს გულში უნდა იყოს და გულიდან უნდა ამოდიოდეს და როცა საჭიროება მოითხოვს მაგისთვის თავგანწირვაც უნდა შეგეძლოს როგორც შვილი შენი ქვეყნის და მე მიხარია რომ ჩვენ ქისტები რომლებიც აქ ვართ ყოველთვის თუნდაც საქართველოს გულისთვის თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და ვიქნებით და ღმერთს ვუსურვებ რომ არასოდეს არ გაუჭიროს საქართველოს რომ თუნდაც ის ღირსეულმა ადამიანებმა თავიანთი თავი შეწიროს. რაც შეეხება
ზოგადად უშუალოდ პოეზიაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის პირველი ეთერია და პირველად ვესწრები თქვენს გადაცემას, როგორც საეტერო გადაცემას. პოეზიაზე შემიძლია იმდენი რამე ვისაუბრო და იმდენი რამე ვილაპარაკო, თუმცა მთავარი არის ის თუ რა არის შენი სათქმელი ან როგორ იგებს ის შენი მკითხველი, რომლებთანაც მიგაქვს ეს ყველაფერი. მე მესმის რომ ისე ვერ შეიძლება ვერ გადმოსცეს კი მიაწვდინოს ადამიანმა როგორც შემოქმედების თვალსაზრისით, თუმცა მოკლედ წავიკითხავ და ამ ჩემი პოეზიიდან გამომდინარე თქვენი მაყურებელიც მიხვდება თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის პოეზიას. მოხეტიალე ქისტი ვარ, მე ყველა კუთხის ნისლი ვარ, მე სიყვარულის ფუნჯი ვარ, ღმერთის წინაშე მუნჯი ვარ, მე საქართველოს ბურჯი ვარ. არც ერთ ქისტს ზოგადად ვინც ცხოვრობს, ვინც საქართველოს ღირსეულ მოქალაქეობას ატარებენ, მე ვიტყვი რომ ყოველას მარტო ღრმად კი არა, ღრმად უყვართ საქართველო და ყოველთვის ჩვენ სულში არის ის ჩირაღდანი ანთებული, რომელიც არასდროს არც ჩამქრალა და არასდროს ჩაუქრია ვინმეს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვიცავდით, ვინარჩუნებდით და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემა წინაპრებმა ისეთი კვალი დატოვა თუნდაც საქართველოს, თუნდაც კავკასიის გარშემო ამაყი ვარ იმ წინაპრების, რომლებიც ინარჩუნებდნენ თავიანთ სისხლისფასად ამ ყველაფერს, ამ სიდიადეს. ისინი რო არ ყოფილიყვნენ, დღეს ჩვენი კავშირი, ჩვენი ურთიერთობები არ იქნებოდა არაფერი, ჩვენ იქნებოდით რაღაც მოწყვეტილი ყველაფრისაგან. და ენა კიდე რაც შეეხება ქართული ენა, ეს არის დიდი საუნჯე. ჩვენთვის პირადად ეს არის მგოსნების დიდი, როგორ თქვა, არ ვიცი, არც მყოფნის სიტყვები ქართულ ენაზე საუბრისას რომ გადმოვუცე, რამდენად სიდიადე არის, თუნდაც შოთა რუსთაველი დავიწყოთ, ვაჟა ფშაველადან, გალაქტიონ ტაბიძე, ამ ყველა ადამიანის შემოქმედება თუ რამდენად ძვირფასია, რამდენად მიუწვდომელია, რამდენად სრულყოფილია, ესენი არიან ჩემთვის დიდებული ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ვამბობ, რომ განსხვავებული ენითაც თუნდაც ყველანაირად განსხვავდება სხვა ქვეყნის ლიტერატურული ნაშრომებისგან თუ ნაწარმოებისგან. რთულია კი მესმის, მაგრამ ამ რთულ პერიოდშიც რომ გინდა თუ არა გიწევს რომ შორს იყო შენი წინაპრების ძვლები სადღაც მარხია და ვერც ახერხებ რომ მიხვიდე, თუმცა ჩვენ ქისტებს ყოველთვის საქართველო გვეფერებოდა და ყოველთვის ხელს გვისვამდა თავზე და ეძახდა რომ თუ სადმე მშობლის სიყვარული თუ დაგაკდა, მოდი და შეავსეთ ჩემით. ამავდროულად მე ჩემთვის ძალიან ისეთი, ვერავინ ვერ გადმოსცემს იმას, თუ არ იქნები ქისტი და თუ ვერ იცხოვრებ, ვერავის ვერ ექნება ის ახმა და განცდა, რაც განცდითაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვარსებობთ დღეს საქართველოში და მადლიერი ვარ მე ყველა იმ ადამიანის, მე ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ცხოვრებაში ისეთ ადამიანებთან მომიწია ჩემი ძვირფასი წლების გატარება და გამოვლა, რომლებიც მართლა ჩემთვის დღესაც და ყოველთვის იქნებიან საამაყო ხალხი, იმიტომ რომ ეს პატრიოტიზმი გინდა, უბრალოება გინდა თუ სხვა ის ღირებულებები, რომლებიც მარტო პოეზიით არ შემოიფარგლება და სულიერად და სრულყოფილად დევს მაგ ადამიანებში, იმ ადამიანების გაზრდილი ვარ. და მოკლედ წაგიკითხე კიდე შენი პოეზიის. დაიჭექე ზეცის კალთაო, ისე მაგრად ისე ძლიერ, რომ ზეციდან პაპის წრემლი გულზე იად დამაწვიმე. ჩემს შვილებს და შვილთაშვილებს
მასთან ერთად ქართველ მუდმას გევედრები დაავიწყე, თრობა, შური, გლოვა მუდქმა, მართალია სხვაგან იშვა, ჩემი დიდი წინაპარი, თუმცა ძირს არ დაუგდია შენი დასაცავი ხმალი, მეც შენი ვარ, შენი პირმშვა, აქ ამღერე და გული ჩემი, სიყვარული მთავარია, მერე ყველა დანარჩენი, აქ რაკრაკებს ალაზანი, ქართულ ვაინახურ ხმაზე ჩვენ ერთმანეთს დანიძმანი, სიყვარულში დავემსგავსეთ, დაეჭექე ზეცის კალთავი, ისე მაგრად ისე ძლიერ, რომ ზეციდან პაპის ცრემლი გულზეია დამაწვე. მისი ეს ლექსი პატარა ხუთსტრიქონიანი წუხერთ თარგმნე ჩეჩრენაზე და წავიკითხავ. მოხეტია ლექისტი ვარ, მე ყველა კუთხის ნისლი ვარ, მე სიყვარულის ფუნჯი ვარ, ღმერთის წინაშე მუნჯი ვარ, მე საქართველოს მურჯი ვარ. ველა ლიელიში ქისტიევასო, მასო აღვან დუახკადოსო, სობიე ზამანო ყოლამ მაბუ, დელენ ხალხა, მოაცეცავუ, გვირჟიინ მოახკანა დუყამად. მართლა ეხარე, კანეირო გვაქვს საძლებლობა, რომ აი თუნდაც შენი ლექსები თარგმნო ჩეჩრენაზე და წავიკითხოთ და სხვათა შორის კანი ჩეჩრენაზეც წერს ლექსებს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ამ ენაზე წერა კითხვა მხოლოდ 2016 წლის მერე შემოვიდა პანკის ხეობაში და ჩვენ ამის მერე გვეძლევა საშუალება ჯერ რა თქმა უნდა ეს ენა ისე ძლიერად არ არის ეს გადმული რა თქმა უნდა ჩვენ მშობლიურ ენაზე ვიდგამთ ენას თუმცა როდესაც წერა კითხვის შესაძლებლობა არ გაქვს ისეთი დიდარი აღარ არის ღარიბდება ენა რომ მივყვეთ ისევ ჩვენ პოეტებს დღეს პანკის ხეობაში ცხოვრობს ერთი უხუცესი პოეტი, ერთი ძვირფასი ადამიანი, ბატონი მუხმად ბორის ნაციშვილი. მის პოეზიაშიც ჩანს თუ როგორი დიდი და ბომბერაზი ადამიანია. ის დედის მუცელში იყო, როდესაც მამა გარდაიცვალა ომში. მამა არ დაუძახია. დიახ, მამა არ დაუძახია და ძვირფასმა დედამ გაზარდა. და კარბაშკაცად აღზარდა კიდეც. დღეს მას თვალისჩინი არ აქვს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მოისმენს იმას, რასაც მასზე ვსაუბრობთ და ეს სიამოვნება. უდიდესი პატივისცემა ჩვენგან და მე რომ აი ძალიან არ გავაგრძელო საუბარი, წავიკითხავ მის ერთ ლექსს და ჩვენ მივხვდებით თუ როგორი დიდი ადამიანია ბატონი მოხმად ნაციშვილი. მერე რა რომ მტერი ყავს ფლიდი მერე რა რომ ჩაინგრა ხიდი, როდის არ ვტყრობდნენ, ჩვენ მაინც მკიდით, ცხეთას და თბილის ხვლით ხელში ვქმნიდით, მერე რა თუ ჯერ კიდევ ცივა, მერე რა თუ უბერავს ქარი, ია იღვიძებს ხევში დგას წყალი, დოლია ისევ რავდება ცხვარი, შაშის ტვენს ბაღში ბულბულიც გალობს, ბანზე მერცხალი ჭიკჭიკებს ხარობს, დანისრულ კერჩი ტკივილი ზარობს, შადიმანია კიდევ რომ გვარობს, რა არის მერე თუ კი გაგძვარცვეს, რა არის მერე თუ კი დაგვრჩაგრეს, ბევრჯერ ყოფილა, ლიკვი შობილა და საქართველო მთელი ყოფილა. დიდი თურქობა გადავიტანეთ, მონღოლთ უღელი შორს მოვისროლეთ, ურდო მრავალჯერ გადაგვიარა და საქართველო მაინც ყოფილა. წამს საქართველო დაფრთიანდება, წამს საქართველო გამთლიანდება, შორს თეთრი დათვით ამისი დათი, ერი და ბერი ერთიანდება. მალმაგისმენთ ბატონო მადლობა, მოითმადი ამთელობა მისცეს. კანე ნებას დამხავალბად ერთი შენი ლექსი მე წავიკითხო, ძალიან მომწონს შენი პოეზია და მე მინდა მაყურებელს მოვასმენინო ეს ძვირფასი ლექსი, გამაოცა ამ ლექსმა. ჯიხვი გადმომდგარა კლდეზე, ლოცულობს დამდგარი თხემზე, ილტოს მიჰყვება კალმახი, თითქოს თან მისდევს არმაზი, ღამეს სიყვარული აუხსნა, თვარებ ცერებზე შემდგარმა, რუბელმა ცის კიდეს აუწყა, ჩამოვარდაო მზედაბლა, მიღიმის ციხე პანკელის, გულზე მეია ვარდება, გლის ლეკვი ვიყავ მე მაშინ, როცა მიშვილა ქართველმა, ძეძიშვილობას მიწევდა, არწივი მსრბოლი ზეცაზე, ყველა მართალი ვაჟკაცი,
არის ლამპარი ბნელ გზაზე. მადლობა ამ ლექსისთვის, კანი. ბოლო ორი ტაეპი ეს არისაფორიზმი. აი ეს გაუძლებს საუკუნეებს. ყველა მართალი ვაჟკაცი არის ლამპარი ბნელ გზაზე. ხომ და დაინახო მკითხველო. და მე ვფიქრობ რომ თუ არ ხარ რაღაცა ისეთი თუ არ გაქვს ის ღრმა პოეზია გულში ასეთ სტიქონებს დაწერს და ვარსა დიდი ბედნიერება რომ დღეს გისხავს შეუძლია იმამაყოს თავისი ასეთი შვილებით კიდევ წავიკითხეთ გითხავთ მაშინ ჯუნდა ოკეი ვეღარ ამოვდე რითმებს სადავე ცას შემოიხია პერანგი ჯაჭვის დაუქრივარ მთებში მაგრამ ერანით დაუქრივარ მთებში არ მეშინია მე რუსის ჯარის თავისუფალი ქარივით დაუქრი თუმცვით პეპელა სამდღეში ვხვდები მე მიწას ვკოცნი ქართული გვარით მისთვის სიკვდილის სურვილით ვდნები ნისლად ვედები მე ყველა კუთხეს არწივის გულით უმღერი ილტოს ეს დღე მიაგავს ქალწულის სახეს და ამ ზრუნველობას შვილივით ითხოვს მადლობა შეჭრენას ხარ წაიკითხავდი ანუ აქ არ არის თუმცა რამდენად ვეცდები წავიკითხო მაშინ ხო ცოტა ხნის მერე მაშინ კარგი ზია გუმაშვილი ერთ-ერთი ქისტი ქალბატონი პოეტი გახავთ აი მის მხოლოდ ორ სტროფს წავიკითხავ მეოცნებე ყარიბი თაწმინდის მთვარეს ელის მას აქვს ყველა ალიბი გამოუსწორებელის ლურჯი ცხენები ქრიან ერთი ყავთ მბრძანებელი ეს გალაქტიონია განუმეორებელი ქისტებს ყავთ კიდე ესეთი ემიგრანტი პოეტები რომლებიც სამშობლოსგან შორს ცხოვრობენ თუმცა საქართველოს სიყვარული გულით და სადაც არ უნდა იყვნენ იქ დიდი მონატრებით და სიყვარულით იხსენებენ თავიანთ სამშობლოს. მე წავიკითხავთ ახლა ქალბატონ მაია მარკოშვილის ერთ ამონარეთს და მე მგონი აქ საუბარი ზედმეტია ჩემი მხრიდან ჯობია ისევ წავიკითხო. ნაცრისფერი ქალაქის მკვიდრი ვარ განგება მინება თოვლიანი სტეპები მეცნოდა ქართული იების სურნელი მეძებნა ყველგან რამდენ შემოღამებას აუნთია სევდის ლამპარი ჩემში და მხოლოდ საქართველოს ვარსკვლავიანი ზეცის მადლი მომწევია თეთრხამეებში შენი მე რამდენი შვილი ვარ საქართველო ფერთა პალიტრა ვერ დაიტევს ამდენ ფერს მაგრამ იტევ უძლებ და უცინი დროს ჟამს საწუთროს უწყებს შენს გაზაფხულებს ვერ შეედრება ედემის ბაღი შენ ყველა იცნე ყველა იგრძნე ყველა იწამე შენში შეერთა ყველას გზა და ყველას სიმართლე ქართული ენის გენიას შემვედრე სიტყვა და აზრი არ მომაკლოს ენა არ გამიღარიბოს ჩემო ლექსებო საქართველოს სიყვარულში კი იშვით მაინც ვერ ვუგალობე საკადრისად ქართულ ცას და მიწას თუმცა ამ მიწის და ცის მადლი მომყვება დაბადებიდან და ყოველი თვალის გახელისას გელანდებს პირველს შენი ვალი მაქვს საქართველო შენი დარდი მაქვს შენი მესამე ასე უმღერიან აი შორს ყოფი ქისტი პოეტები საქართველოს და წაგიკითხავთ მის ერთ-ერთ ლექსს ქისტებზე თქმული დარო ავდარო ჩემი მთის და ჩემი ბარისა გეფიქრებოდეს ერთი მუჭა ხალხის იღბალი იცან ტკივილი რუსეთს წასულ ქისტი ქალისა გულჯავრიანი ალაზნისა იხმერჩევანი მიწაში ჩარჩათ მომავალი როგორც წარსული მიწა აპურებთ მიწა იღებთ მიწა აწვალებთ ეჭვების ნისლი გაუფანტე ფიქში წასულებთ დრო და ბალახი არ შეახმო მამად საძვალეს დარო აღდარო
ჩემი მთის და ჩემი ბარისა გეტირებოდეს ერთი მოჭა ხალხასერად. საოცარი და საოცრება. მე თუ ბევრი დააწერინე ამ ხალხს. და ზახარქის ქალ პოეტებთან ვართ. არემ მათზე ხუთი ქისტი პოეტია. დღეს რა თქმა უნდა პოეტები უფრო მეტნი არიან, მაგრამ მათი მოკრძალებული ხასიათის გამო იშვიათად ჩნდებიან ეს სახალხოდ. ძალიან ბევრი პოეტია ესე წავიდა იმ ქვეყნად, რომ ვერც კი გავიგეთ, რომ ისინი ესეთი კარგი პოეტები იყვნენ და წერდნენ. და საბედნიეროდ რამოდენიმე ქალმა ასე ვთქვათ გაბედა და თუნდაც ასაკში მზია გუმაშვილი უკვე 70 წელს მიღწევია და მხოლოდ ეხლა გამოაჩინა თავისი ლექსები. და ქალბატონესთან მთოშიძე მინდა ვისაუბრო, როცა ეს წიგნი მზადდებოდა, ვთხოვე მას, რომ მისი ლექსებიც მინდოდა, ძალიან მინდოდა, რომ შემეტანა, იმიტომ რომ მართლა იმსახურებდა ამ წიგნში შეტანას და თავისი მოგზალებული ხასიათის გამო უარი მეტხა და არაფრით არ დამთანხმდა. თუმცა მე რამოდენიმეჯერ როცა ვთხოვეთ, მე უკვე ასე ვთქვათ დღეს საბედნიეროდ მის ლექსებს იცნობს მკითხველი მეტნაკლებად, თუმცა მაინც და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეც გაიცნობს. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლესანის დამოკიდებულება არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ აი თუნდაც ესეთი შტრიხი, როდესაც მამამთილს უძღვნი, კი, გასაგებია მამამთილი როგორი პიროვნებაც იყო, თუმცა მაინც ქალბატონი ნესტანი გახლავთ. ქალბატონი მექას ძმის ცოლი, ძალიან იშვიათი ქალბატონი. 5 შვილის დედა, 4 ვაჟკაცი და ერთი ლამაზესი ქალი გავიზარდა, პედაგოგია, უძღვება ძალიან მეურნეობას პანკის ხეობაში. და მიუხედავად ამისა რჩება დრო, რომ პოეზიასაც ემსახუროს. წავიკითხავ ამ ერთ ლექსს. ვუძღვნი ჩემს მამამთილს ხასო ხამბოშვილს. თოვლის ფიფქებით დაისერა ჩემი სამყარო. იმედი დიდი თაბომბერაზე წავიდა ღმერთთან. კაცობის კულტი ერის სახე იყავი მუდამ და ამაყი ვარ თქვენს გვერდით, რომ მე ღირსა ყოფნა. ყოველი სიტყვა ჩემი ცრემლში არეულია. სულის დუღილი დამონატრება სასწრებს სილდება, სანამ ქისტობა იარსებებს სახელი თქვენი, იქნება მუდამ მაგალითი კაცურ კაცისა, ამ ქვეყნიური ფუფუნება არადგი ღირდად, თქვენი საზომი იყო მუდამ კაცობას სიტყვა, ტკიცეთ იდექი თქვენი ერის ერთგულ დამცველად, ამას მოწმობელის წიგნები წმინდათა წმინდა, შთამომავლობა გაგიხსენებთ მუდამ ამაყად, ქისტი ქართველის შეუვალი იყავით ხიდი, ებარებოდეთ უფალს მაღალ სასუფოველში, პანკისის მიწა იყოს თქვენთვის ნუსუპის. მადიდებული. როგორი ძვირფასი და კეთილი ქალბატონია. კიდევ წავიკითხეთ რა. მაშინ ვეცდები ერთი შეცვლადაც წაგიკითხოთ და სადوق الله دوتلو هر دنیا هور مینورتن پرسلو نوانا گینا ویلا سسما گتلو هر زما دعما یودو سدیمو حسگوش ولا ولو بخط اخویتن برا دالی دیخو بگر دولوش داشت الله حوخو ویزا بیرق ایبش طولم بوقوش نخچووسو قالا دیزا დროშას ავწერ გამარჯვებისას ამახეთ ვიტყვი რომ ჩემი ვარ. ძალიან კარგია, ძალიან კარგი რითმა ჩეჩვენაზეც და მშვენიერია და მართლა ბედნიერება, როცა ორივე ენა მშობლიურია და ორივე ენაზე ესე თანაბრად წერა. ისე მიყვარხარ პირდები, დარსაც არ დამავიწყდები, გულიც მოგყვება ფიქრებით შენ, ჩემგან შორს რომ იქნები ოღეს ფიქრები ერთ დღეს მე აღარ ვიქნები, მაშინ შენც დამიყვონდები, როცა ჩემს გვერდით იქნები, მაშინ მეც წყნარად ვიქნები. სხვადასხვა თემაზე წერი.
ძალიან მინდა სანამ დრო გვაქვს ლექსები ძალიან თითო ლექსი მაინც სხვა პოეტებისაც წავიკითხოთ. დიახ, ასეთი კარგი პოეტიც ყავდა პანკის ხეობას, დავით პანკელი, ის გახლავთ მამაჩემის ერთ-ერთი წიგნის აბრაგების თანაავტორი, მათ ერთად შექმნეს ეს მართლა საოცარი ნაშრომი. დიახ და ეს მართლა პოეტიც იყო ბუნებით, ბარკაცური ბუნების ადამიანი იყო, ორივენი არის ავტორები იქარიან უკვე იმ საიქიოს ბინადარი და უფალმა სამოთხის ბაღებში დაავანოს მათი სულები. წავიკითხავ მის ერთ პატარა ლექსს. საქართველო მთლიანობდეს. არ იქნება სიცოცხლეში ბრმა კომპასით სეირნობდეს და აგრეთვე უღრან ტყეში ცხარი მგებთან ზეიმობდეს. მის სხვა ყვავი მურიასთან ლეშის გვერდით ყეინობდეს, ან ქართველი ურიასთან ვაჭრობაში ხეირობდეს, როდის იყო ბატი კლდეზე არწივესებრ ტახტს რომ ფლობდეს, ან შევარდნის სიმაღლაზე სხვა ფრინველი ნავარდობდეს, არ ყოფილა სადმე დათვი ეშმაკობით მელას ჯობდეს, საქათმეში შეყოს თათი და ქათმებთან კარგზე რჭობდეს, მისმენია გატეხილი ნამუსი რომ იამზებდეს, ან ჩვენი ტყე გაჩეხილი გაზაფხულზე ხმიანობდეს, დოლად ხარო მრქიანობდეს, თავს ვაცებთან ამშვენებდეს, კაც დღეღამ ყეალობდეს და მომავალს აშენებდეს, პრეზიდენტი ჭკვიანობდეს, მთავრობა კი გზიანობდეს, ერი უნდა ხმიანობდეს, რომ ქვეყანა ფრხიანობდეს, ბარი ბარად იყოს მარად, მთა ზურმუხტით მთიანობდეს, ტრის გულზარად ჩვენ და დარად საქართველო მთლიანობდეს. ამინ, ამინ. და ბატონი გურამ ხანგულშვილი მიხარია რომ ერთ ჩემი გვარის წარმატებლის არის პოეტი და ეხლა წაგიკითხავთ მის ლექსსაც. ჩემი კახელები. ყველა მივდივართ და სადღაც ვიკარგებით, თუმცა არ წაიშლება ჩვენი სახელები, როგორ მენატრება ჩემი კახეთი და როგორ მაგიჟებენ დინჯი კახელები. ეს ხომ სამოთხეა მართლაც საოცარი, ყველგან ბეღლები და ღვინის მარნებია, ვინც კი ქვეყანაზე კარგი ვინმე არის, მათში კახელები ბევრად კარგებია, ჩემო კახეთო და ჩემო საქართველო, როგორ მენანებით ირგვლივ ჭორებია, მტრები ეცდებიან თქვენ კი დღეგრძელეთ, სანამ ამ მიწაზე ყურძნის ვაზებია, ნეტარა მუქარგა ასე სიყვარულით, ან და ვინ გაგიღო გულისკარებია, უცხო მნახველები შენზე გიждდებიან, ჟინით შეყრობილი შოქში ვარდებიან, მიყვარს საქართველო, მიყვარს ქართველები, მათშიც მირჩევნია ჩემი კახელები, ბევრჯერ მტრის מחვილით გულში დაჭრილები, ისევ კახეთისთვის თვალებ დათხრილები, ყველა მივდივართ და სადღაც ვიკარგებით, თუმცა არ წაიშლება ჩვენი სახელები, როგორ მენატრება ჩემი კახეთი და როგორ მაგიჟებენ დინჯი კახელები. მადლობა ამაზე ლექსისთვის. ისევ კანი ხარ წავიკითხოს და ბოლოს მეგონი ერთი ორი პოეტი დაგაკითხეთ ლექსი ისიც წავიკითხოთ და 5-6 წუთი ვაქვს კიდევ და სამშობლო ჩემი კითხვის ნიშანი, უფლის შობილი ჩემი მშუბელი, უფალო თვალწინ გადამიშალე მთები მიგულე გვერდით ძმობილი, ისტორიაში მოსული ქისტი, შენ კი მიმიღე როგორც ქართველი, ჩემი ტკივილი ვამხილო ვისთან, შორს მაქვს ოდითგან ჩემი თაველი, მის გამო მიჭირს მომართვა კალმის, მომადლეს წერის, მცირედი ნიჭი, მტერს მხრით ვეკვერთო, ისევა ლამის, კალმით გასერვა, იმდენად მიჭირს. მადლობა, კატი, მადლობა. დიახ, ახალგაზრდა პოეტი ორი ქალბატონი დაგვრჩა, ეკა ქავთარაშვილი და მარიამ დუიშვილი და თითო ლექსსაც წავიკითხავ და მე რაიბად თქვენ უკვე შეაჩამებთ. ჩემი სამშობლო ზეცა გახსენით, რაც სტუმან ნეტავ მთები მამულის, ნუ შემადარებთ ფოთოლს ყვავილის, მე დავიტირებ წუხანდელ ვაშკაცს, სამკვდრო დაჭრილი რომ იწვა მთებში. ვაშკაც ყოველთვის ჩვენი საბჯარი, ზურგზე საისრე ამაყი გული, ყოველი ქვეყნის ვაშკაცი არის, ჰიმნის მწყარებში განდიდებული, ჩემი სამშობლო უფლის წირხვედრი, გამართლებული მალე იქნება, გამრთელებული მალე იქნება, ჩემი ყოველი ლექსის ტრიქონი, სიტყვა რომელიც ჩემგან ითქმება, მუდამ ეძღვნება ჩემ საქართველოს, რადგან ყოველთვის თანსდევს დიდება, რადგან კრძალისი
ყვავის კრანის ყვავის ყაბაჩო რადგან მამული კვლავ გავრცელდება. და პატარა შრიფტი დავეჭდე ეს რთულად წავიკითხე. და ბოლოს ყველაზე ახალგაზრდა პოეტი გახლავთ მარიამ დუიშვილი. სხვადასხვა ძალიან მინდოდა რომ თვითონ ძალიან ნიჭიერი, ძალიან სპანაირად მოაზროვნე და ძალიან კარგი ახალგაზრდა დავაპატიჟოთ ქალია. თუ თარდება მე ძალიან მინდოდა. ნახოთ ცოტა ჭრილში ყოფნა ურჩევნია რაც სამწუხაროდ ქისტების ეს მოკრძალება ეს ძალიან თამსდებთ მუდამ და ამიტომ უმეტესობა ყოველთვის იმ ჭრილში რჩება. ჩემი ძალიან დიდი სურვილია რომ მადლობა უფალს კი ყოველ დროში იყვნენ ქისტი ქალები დემოკრატი ქალებიც იყვნენ თუმცა მაინც ეს რაც მოკრძალებული ხასიათი იმ რაღაცა უფრო დიდს კლავს მათში და იმ ურჩევნიათ რომ ჭრილში იყვნენ რაც მე ვფიქრობ რომ არ არის სწორი და მე მირჩენია რომ გამოჩნდიდან დიახ ამისთანა ნიჭი ნამდვილად ვერ დამავმარცხე დღე გავიდა ოხ მე რამდენე მე შინაგანი უტოპია დამოვიგონე რომ ღვთაებრივ მამრის ხანებამ სხერპლად შემწირა როგორც კასანდრა როგორც ფედრა როგორც ელენე ხმალი აღმართე საკუთარ თავს დუელში ვიწევ ღვთის სამსჯავროზე გადავწყვეტეთ გადავწყვეტოთ ჩვენში მართალი მე დავმარცხდები ვიცი მაგრამ უკან ვერ ვიხევ მე მას თუ მორალი აძლიერებს მე სამართალი სარკევ მითხარი შენ ხომ მიცნო როგორც არავინ რამდენჯერ გულის მოვიოხე შენ წინ გოდებით რამდენჯერ თავი მოგაწყინე მძიმე როლებით პროზით რაც ვერ თქვი ვაღიარე მწარე გოდებით ხმები ჩამისმის ანტიგონეს და შორს მიმიხმობენ უსასრულო ქვეყნის შვილები ვერ მოვერია ასე მალე ამდენ სისუსტეს ვერ მოვიშუშე საკუთარ თავს დღემდე საკუთარი თავს დღემდე წყლები ვერ მოუშუშე საკუთარ თავს დღემდე წყლები ვერ დავამარცხე და გავიდა ოხ მე რამდენე მე შინაგანი უტოპია დამოვიგონე როგორც კასანდრამ როგორც ფედრამ როგორც ელენე გთხოვ გამიგონე მოდის ისეთი სწრაფი ნაწილია რომ ისე ვერ ვკითხულობ როგორც საჭიროა ასე რომ ჩვენო ტელემაყურებლებო დასანანია ეს ძვირფასი გადაცემა ჩვენი ბრალი არ არის ქრონომეტრაჟის ბრალია დასასრულს მივახლოვდა დღეს სტუმრად გვყავდნენ გადაცემაში პანკისის ხეობის საამაყო შვილი და მთელი საქართველოს საამაყო შვილი ქალბატონი მეკა ხანგუშვილი პანკისის ხეობის მე ასე შევაფასებდი უკვე კაი ყმა კანელი მარგოშვილი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მოხარული ვარ და ბედნიერი ვარ რომ ასეთი ნიჭიერი კაცი პირადად გაგიცანინა ფესტივალებიდან ვიცნობ პანკისის ხეობის მომღერლებს მოცეკვავებს ნიჭიერ ადამიანებს მაგრამ ასე პირადად რომ გაგიცანიეს ნიჭიერი ძალიან კარგი ძვირფასი ადამიანი ბედნიერი ვარ დაგპატიჟებთ კიდევ შემდეგ შენი ლამაზი პოეზიით ისევ წასდგები შენ ჩვენი მაყურებლის წინაშე ხელი მოგიმართოს უფალმა როგორც ბატონმა ტარიელმა დაგლოცა წერილობაში ისეთი ძვირფასი საწყისი გაქვს ისეთი ხატსახეები გაქვს მე რაც შენი ლექსები წავიკითხე კანეი რომ აი ამიტომ მოეწონე შენ მეკას მამას ბატონ ხასო ხანგოშვილს და ბატონ ტარიელ ხარხელაუს ურიგო არ მოეწონებოდა ცუდი პოეზია არ მოეწონებოდა ის ნამდვილად გეტყვის ვარგა პოეზია თუ არა და ისე დაულოცი ხარო დალოცვილ გზებზე იარე დალოცვილ კაიღმა ხარკაიღმა არაჩვეულებრივი ადამიანი და ღმერთმა კარგი ბედი და იყვალი მოგცეს პანკისის ხეობის საამაყო შვილო და არა მარტო პანკისის მთელი საქართველოს საამაყო შვილო მე მინდა ასე გითხრა რომ იმედად გვეგულები კანეი მარგოშვილო არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და ჩვენს ქალბატონ მეკას უდიდესი მადლობა ამ გადაცემაში მონაწილეობისათვის მადლობა თქვენ ამ საძებნელს მე ვთხოვ რომ კიდევ და კიდევ
ეს ნიჭიერი ადამიანები დაპატიჟოს მოგვიყვანოს სტუდიაში და მივუძვნათ მათ გადაცემები. ეს ძვირფასი ადამიანები მაყურებელმა კარგად უნდა გაიცნოს. პანკის სისხეობის ეს შემოქმედები მაყურებელმა კარგად უნდა იცოდეს. ეს უნიჭიერესი და იშვიათი ადამიანები. დიდი მადლობა ორივე სტუმარს და კარგად გრძანდებოდეთ ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა რომ მისმინეთ. პირადად ლექსით ცოცხლობ და მინდა რომ თქვენს გიწილოდოთ თითო ლუგმა როგორც სეფის ხვერი.